მოგესალმებით, მეგობრებო, სატურნზე დაგვრჩა ბოლო ციკლი ვიდეოების. დღეს უნდა ჩაგიწეროთ უყეთხის რქა, მერწყული თევზები, სატურნი როგორ ავლეს თავს და ამავე სახლებში როგორ ავლეს თავს. მნიშვნელოვანი არის გავაცნობიეროთ უფრო ფსიქოლოგიურად სატურნის ენერგია. მაგისთვისაც წერა ვიდეოებს, რომ არა შაბლონურად შევხედოთ, არამედ უფრო ფსიქოლოგიურად, უფრო შინაგანად ჩვენს, ესე რომ ვთქვათ, სატურნულ საყრდენში ჩავიხედოთ და რას ვაკეთებთ სწორად, რას ვაკეთებთ არასწორად, რისი გვეშინია. რა გვიშლის ამ შიშების გამო ხელს მაგალითად, რა ქმედებს ვერ ვაკეთებთ, აი ამ კუთხით ძალიან კარგად შეგვიძლია უფრო სატურნზე მუშაობა, ხო, იმიტომ რომ სატურნი ყოველთვის არის მაინც დაკავშირებული, აი როგორ შეგვიძლია სისტემა შევქმნათ ჩვენ ცხოვრებაში, როგორი ენერგეტიკული ველი გვაქვს, ზოგადად ყველაფერი აჩვენებს ენერგეტიკასაც, ესეთ ფრაგმენტულად, ზოგჯერ ხა ადამიანს შეიძლება ვენერა დავინახოს, ზოგში მარსი გამოკვეთილად, მაგრამ სატურნი, იუპიტერი, აი ეს უკვე ძალიან ენერგეტიკულ სტრუქტურას ქმნის. ეს უკვე როგორი რაღაც არის, იცით, აი იუპიტერის რო შევხედავთ, მაგალითად იუპიტერული ადამიანის კუთხით, აი როცა ცინის, ან როცა გამოხატავს რაღაც ემოციურად თავის თავს, იქ უფრო იუპიტერიანული ენერგია ჩანს, მაგრამ როგორც კი ან ცოტა რაღაც ეგო გამოვლინდება, ხო, სტატუსის შექმნება გამოვლინდება, იქ ძალიან კარგად ჩანს სატურნი. ნუ მე რასაც ვაკვირდები ხა მზესთან ერთად, რა თქმა უნდა, და აი უფრო ესეთი ძლიერი ენერგიის პლანეტები ჩვენ ვიზუალსაც აყალიბებს, ჩვენს ენერგეტიკულ ველსაც აყალიბებს, ხო, გარკვეულწილად და ძალიან ესეთ სატურნის განსაკუთრებით ძალიან მყარად ჩანს ჩვენში ფსიქოტიპის დონეზე და მთავარი ფუნქცია სატურნის არის, რომ სადღაც დაგვიცვას, თუმცა გადაჭარბებულად ხდება ხოლმე აქ, იმიტომ რომ შიშები შემოდის დიდი, იმიტომ რომ სატურნის სფეროში ჩვენ ავტორიტეტის დაკარგვის გვეშინია, ჩვენში გვეშინია, მოდი ესე ვთქვათ, მარტო დარჩენის საბოლოო ჯამში წინა ვიდეოებშიც მაქვს ამაზე საუბარი, მარტო დარჩენა გულისხმობთ, რომ სოციალური პლანეტა არის სატურნი, არ შევრცხე საზოგადოებაში, აი აქ მივდივართ. ნებისმიერი დეპრესია, პანიკები, პანიკური შეტევები, მთელი ეს შინაგანი ფსიქოლოგიური ტრავმები, დრამები უმეტესად სატურნთან არის დაკავშირებული და სატურნის შემდეგ ლილიტი შავ მთვარე ირთვება ხოლმე ავტომატურად, ხო? ამიტომ სატურნზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რას ვაკეთებთ არასწორად, მაგალითად, ანუ ფსიქოლოგიაში ამას ეძახიან სატურნის ენერგიას, შინაგანი მშობელი, მკაცრი მშობელი, რომელიც სულ გვეუბნება ესე არ გააკეთე, ისე გააკეთე და მაგის მიღმა უფრო ღრმა ფსიქოლოგიური თემაც არის სატურნის შემთხვევაში და როცა ვარღვევთ სატურნის პრინციპებს, აი იქ მოდის ხოლმე ცოტა სირთულეები, ხო, ვარღვევთ ან იერარქიულად, იერარქიას მართავს სატურნი, ან იერარქიულად არ ვართ იმ დონეზე, მაგალითად ასულები, რასაც ვიღებთ თავზე, ან პირიქით გაცილებით მაღლა ვართ და ქვევით ჩამოყავს ჩვენი თავი. ორივე გარკვეულწილად სატურნის მერე მოდის ბრასთან, წყენასთან, აგრესიასთან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? აი მაგალითად მე თუ ვარ ურთიერთობაში, სადაც არ არის თანასწორი ვიბრაცია სადღაც, ან მაგალითად ხა სატურნი თხის შემთხვევაში არ მაფასებენ ისე როგორც შრომობს სიტყვაზე, აი იქ მოდის უკვე შინაგანი, მოდით ესე ვთქვათ, აგრესია, ხო, სადღაც ოღონდ ეგოს შეეხო ეს აგრესია. აქ ყოველთვის სატურნზე გავდივართ. ან სატურნს და ლილითს რო შევხედავთ, აქ უკვე შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის ეგო ფუნქცია რა მდგომარეობაში არის, ეს საზღვრები სად არის. როგორც წესი თვითონ არ გვს ხოლმე ამ საზღვრებს, მერე ან ქვევით ჩამოდის, ან ზევითად ისედმეტად და ან ზედმეტად ქვევით ჩამოდის, ხო? აი აქ შემოდის უკვე ნებისმიერ თერაპიულ პროცესში, ხა როდესაც უნდა ჩემთან პირადროგებზე მოდიან და უფრო აი ღრმა თერაპიულად მუშაობთ, ხო? და ეს ჩემი განხრა იცით ასტროფსიქოლოგია არის და აქ მე რა გველის და როდის ვიყიდოთ მანქანა, ამაზე არ არის, ხო, საუბარი, რა თქმა უნდა, ღრმა ესეთ ტრავმებთან შეხება ან გაუმჯობესება ცხოვრების, ჩემი მიზანი ხო ეს არის რეალურად და ნებისმიერი ფსიქოლოგიური პრაქტიკების, ასტროლოგიური პრაქტიკების ის არის, რომ ადამიანმა დაინახოს რა აქვს საკუთარ თავში შესაძლებელი, შესაძლებელი, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ან ხედვებში ზოგჯერ ზემოდან კაცრები არიან ხოლმე საკუთარ თავთან და მთელი პრობლემა იქ არის ხოლმე. ანუ ეს ის კი არ არის, რომ სატურნულად ვიმუშაოთ ჩვენ თავზე იმ კუთხით, რომ აი გავიგო, რომ მე ესეთი ვარ, ისე პირიქით უნდა დავინახოთ, რომ ზედმეტად ხوار ვასერიოზულებთ ყველაფერს, ხო? და სატურნი ასერიოზულებს ყველაფერს. ან ხო გეუბნებით, როცა ძალიან ზევით ავხტებით, ვიდრე გგონია სატურნის თემატიკა, ხო? სატურნი მერე პრობლემებს იწვევს, იმიტომ რომ სატურნის ფუნქცია არის, რომ იქ ბუნებრივად მიგვიყვანოს, ხო? ამ ყველაფერთან ეგო განვითარდეს ჯანსაღად.
და როცა არ მიდის ჯანსაღად, იქ უკვე მიდის კომპლექსები, ტრამვები და ბევრად ცუდი მდგომარეობა. ამიტომ სატურნის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალურად უფრო მე რასაც ვაკვირდები ამდენი წლის განმავლობაში როგორც კი ამ შიშებზე ვმუშაობ და ყოველთვის როცა შიშები შემოდის, როცა ნერვოზული ფონი შემოდის, ყოველთვის სატურნი ლილიტი ერთად არის ხოლმე ჩართული, აი სტანდარტული შაბლონი არის ჩვენთან და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ამ სატურნის გაცნობიერება, ხო და ამ სატურნის შინაგან სამყაროში პოვნა და დაბალანსება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სიკვდილის შიში არის სატურნი, ოღონდ სოციალური სიკვდილის შიში, ხო, რომ მე სადღაც რომ არ ვუყვარდე გარემოს, არ მიღებდნენ რა ვქნა მერე. აი ეს თემა არის ძალიან მარტივად რო გითხრათ სატურნის ფუნქცია, ხო? სატურნი თხის ქაში ძლიერი მდებარეობა არის. ყველა პლანეტას ისე ვინც კი სწავლობთ ასტროლოგიას, იცოდეთ რომ ყველა პლანეტას აქვს სუსტი და ძლიერი მდებარეობა. ეს არ ნიშნავს რომ ხა ძლიერი მდებარეობა და რაღაცა სასწაული ხდება, უბრალოდ ნიშნავს რომ ძალიან შედარებით ადვილად შეუძლია სატურნის ენერგიას გაუგოს. ხა როცა მაგალითად ვადარებთ სატურნი მშვილდოსანში და სატურნი თხისრქაში განსხვავდება იმ კუთხით რომ სატურნი იმას კი არ ნიშნავს რომ ეხა თხისრქაში კი ძლიერად არის და ბევრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ იმას კი არ ნიშნავს რომ სატურნი მშვილდოსანში არ შეუძლია ბევრის მიღწევა. ის მშვილდოს ნურ სფეროში მიაღწევს ბევრს, ხო და ამით განსხვავდება, მაგრამ ძლიერი სატურნი გამოირჩევა იმით, მეგობრებო, ხო, რომ უბრალოდ იმ პრინციპთან, რაც სატურნთან არის, უფრო ადვილად გამოსდის სატურნის. მაგალითად, თხისრქა არის მოთმინება, შეკუმშვა ემოციის, ხო? სადღაც ასკეტური შრომა, მაგალითად, როცა აი მიზან მიმართულად ძალიან ბევრს მუშაობ, ძალიან ბევრს მუშაობ თავზე, დიდი მოთმინებით, მაგალითად, ხო? აი აქ იგივე პრინციპი არის სატურნის მშვილდოსანში სიტყვაზე, მაგრამ მშვილდოსანი არის ოპტიმიზმი, გაფართოება, ხშირად არის ხოლმე რომ აი გაზი მუხრუჭის ფსიქოტიპში შემოდის ადამიანი, ხო? და სატურნი თხისრქისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა, როცა რაღაცას ითმენს, როცა ზუსტად მყარად მიწაზე მყარად დგას და ზუსტად იცის მიზნებს როგორ მიაღწიოს, პრაგმატულები არიან სატურნი თხისრქები, როგორი მძიმე რუკაც არ უნდა კონდეს, როგორი ასპექტებიც არ უნდა კონდეს, შინაგანად ეთყობათ ხოლმე რომ არა, მე თვითონ გავაკეთებ. ესეთი ტიპები არიან. ანუ ეს ადამიანი შინაგანად არის ძალიან ესეთ დიდი პასუხისგებლობის გრძნობით გამოირჩევა, ხო? შინაგანი სიმყარე აქვს, ზუსტად იცის, თქვათ, რა ამხელა შრომა ჭირდება რაღაცებს, რომ მიაღწიოს, ეს არ არის ილუზიები და ეს არ არის უსაზღვრობა, ხო? ზუსტად იცის საზღვრები სად გადის, ხო, რომ მიაღწიოს წარმატებას. ზუსტად ამის გამო შემოდის პასუხისგებლობების შიში, იმიტომ რომ მან იცის, რომ მე ზუსტად ვიცი რამდენი არის აქ ჩასადები, მე ზუსტად ვიცი რამდენი შრომა არის აქ ჩასადები და აი მე ეწყებათ შიში, რომ არ გამომივიდეს, სატურნი ხო შიშებია და რომელ ზონაშიც არის, აქ არის რომ თან შემიძლია აქ, თან შემიძლია მაგრა ავიღო ჩემ თავზე, ხო, ეს ყველაფერი, მაგრამ რო შევრცხვე, რო ვერ გავართვა თავი, ანუ ზუსტად პასუხისგებლობების ნაწილში, ოღონდ სატურნი უნდა იყოს ნეგატიურ ასპექტებში გახვეული, ესე რომ ვთქვათ, რომ თლად ეს გამოვლინდეს შიშები. კარგი სატურნი, ჰარმონიული სატურნი ეს არის, რომ მე ზუსტად ვიცი რა შემიძლია და მე შიშის გარეშე ამას ვაღწევ და ნეგატიურად დაკვადრატებული ოპოზიციებში, ნეგატიურ ასპექტებში სატურნი ეს არის, რომ მე ვიცი როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ სადღაც პესიმიზმი სატურნის ენერგია შემოდის, რომ იქნება არ გამომივიდეს. აი ეს კლასიკური ფორმულა არის ჩვენთან, ოღონდ იქ მე ლილიტი გვაჩვენებს სად გადადის ეს შიში, ხო? იმიტომ რომ სატურნში ეს შემოდის, რო არ გამოვიდეს, არ არის სამყარო ისეთი, ანუ იუპიტერი თუ არის ჩვენთან, რომ აქ გამიმართლებს და ჯობია წავიდე, ანუ უპირობოდ გამიმართლებს, სატურნს ესეთი თავდაჯერებულობა არ აქვს. იქ შემოდის ეჭვები, იქ შემოდის იცით რა, რომ სამყარო არ არის ესეთი, აი სატურნის ენერგეტიკა, წარმოიდგინეთ, აი მარტივად რო აგიხსნათ, წავედი ისეთ ქვეყანაში, გრენლანდიაში ახლა რო არის ძალიან თემა. მსოფლიო ამრევის მიერ არეული სიტუაცია, ესე რომ ვთქვათ, და გრენლანდიაში რო წავიდე და ნუ იქ ყინული არის, იქ ცუდი პირობები არის და მე მჭირდება სერიოზული მომზადება, რომ ეს იქ არ არის, რომ აი უბრალოდ გამიმართლოს და რამე ხილს შევჭამ რა და ისეც შემიძლია წავიდე, ხო, იუპიტერიანულად ვერ წავალთ, ხო, სიტყვაზე, აი რომ აგიხსნათ მუშაობა სატურნის პრინციპზე, რომ ზოდნა მომიბრძადო იქ და შეიძლება არ გამოვიდეს, იმიტომ რომ იქ მძიმე პირობებია. ხო? ანუ აი ეს პირობების აღქმა, ეს არის აი სატურნული თემა, ხო? რომ აი გარემო პირობებს ჩვენ უნდა მოვერგოთ.
და არა ის რომ გარემო მომერგება მე. აი გარემო მომერგება ფსიქოლოგიურად რომ დაკვირდეთ ეს იუპიტერიანული ფსიქოტიპი არის და მე უნდა მოვერგო ეს სატურნული ცნება არის. ანუ მე რომ მივდივარ იქ არ დამხდება კეთილგანწყობა, ხო? იქ დამხდება სერიოზული პრობლემა და მე ამ სერიოზულ პრობლემას უნდა მოვერიო. აი ეს არის სატურნის გზავნილი. ყველას გვაქვს ეს, უბრალოდ ზოგს აქვს დამუშავებელი. ახალგაზრდებს განსაკუთრებით ხოლმე, ახალგაზრდობაში ჩვენ, თუმცა იქ შეიძლება ისეთ ჩართული იყოს სატურნი, რომ აი ბებერი დავიბადეო რომ ვამბობთ ხოლმე, ეს სატურნი ენდელზე ვაპარაკობთ, ხა? ანუ ეს არის ზუსტად ის ფსიქოტიპი, რომ ვიცი, რომ ცხოვრება არ მაჩუქებს რაღაცებს, ეს სატურნი თხიზრქა, ესე მუშაობს, არ მაჩუქებს დიდ იღბალს, მე თვითონ ჩემი შრომით მიწევს რაღაცეების გაკეთება. შესაბამისად ვიცი, რომ ზუსტად ვიცი სამყარო როგორია, აქ დიდი ილუზიები არ მაქვს, აი როგორ აზროვნებ სატურნი თხიზრქა. შესაბამისად მე მჭირდება ძალიან ბევრი შრომა, ძალიან მყარად უნდა ვიდგე მიწაზე. და აქ შემოდის უკვე ნეგატიური ასპექტირებული სატურნისგან ეჭვები, რომ მოხდეს ისე, რომ რაღაც ისე ბოლომდე არ გამომივიდეს და სატურნს ეშინია კრიტიკის ძალიან, სატურნს ეშინია წარუმატებლობის ძალიან, ხო, იმიტომ რომ ისედაც დევს მასში თვითკრიტიკა, აი თუ არის ახლა აი დამუშავებას რო სავარაუდოდ ხოლმე სატურნის, ხო, რომ მოდიან თუნდაც ჩემთან, აი ეს რომ მოხდეს და აი მანდ მიყვეს სულ თერაპიულად, სულ მანდ აგვაქვს შეხვედრა რომ აი მე ეგ რომ მოხდეს მე რა ხდება სიტყვაზე ხო და ნუ მე ხდება რომ არაფერიც ისეთი არ ხდება ანუ ეს არის პესიმიზმი თუნდაც ასტროლოგიაში დეპრესია პესიმიზმი უიმედობა მელანქოლია სიზარმაცე რომელიც სინამდვილეში ეს არის მელანქოლიური შინაგანი მდგომარეობა ხო რომ ცხოვრება სიხალისის გარეშე ეს ტიპური სატურნული ენერგია არის სიხარულის გარეშე ცხოვრება ეს არის ცივი ცხოვრება აი ეს არის სატურნული ფუნქცია და საბოლოო ჯამში თუ დიდი დოზით არის ჩვენში სატურნის ენერგია ასპექტირებული ყველა პლანეტებთან ხო აი დეპრესია შემოდის ხოლმე და არა სიზარმაცე რა აზრი აქვს თუ გავაკეთეთ თითქოს შინაგანად სულში რაღაცა არ მეხარია და მე მანდ არის მნიშვნელოვანი მუშაობა საკუთარ თავზე, სატურნზე მუშაობა, ფაქტიურად და ნებისმიერი აი ესეთი მძიმე ფსიქოლოგიური თემები ყოველთვის სატურნს უკავშირდება. სატურნთან რაღაცა არ არის კარგად, სატურნის შიშებთან გვაქვს აქტიურად შეხება ფსიქოლოგიურ დონეზე. და თხიზრქაში ეს არის უკვე შიშები, რომ მე რაღაცას ვერ გავართვა, თავი მე რა ხდება. რა ვქნა, ეს მე აღარ ვაპატიებ ჩემ თავს, იმიტომ რომ ახლა ვიცი რომ მაგარი უნდა ვიყო, მე ხო ვიცი რომ ძლიერი უნდა ვიყო, მყარი უნდა ვიყო და საბოლოო ჯამში შიშები არის სიმყარის დაკარგვის. აი, შინაგანად არ დავკარგო სიმყარე. რო არ დავკარგო სიმყარე, ამისი მეშინია ყველაზე მეტად, ხო? და ჯობია რომ რაღაცებში არ შევიდე, იმიტომ რომ მე რამე არ გამომივიდეს კარგად, რო არ ვიყო ისეთი ავტორიტეტული ჩემ თავთან, ხო? პასუხისგებლობა ვიყო და რაღაცა რო არ იყოს კარგად ისე, ვერ გაუძლო ამ თემას, თუმცა ეს არის ილუზიები, იმიტომ რომ თვითონ სატურნი თხიზრქაში უკვე ნიშნავს, რომ რასაც ხელს მოკიდებს, ეს ადამიანი ნელა მეთოდურად მაინც გააკეთებს. და ეს ნეგატიური ასპექტებიდან შემოსული, ეს არის როგორც წესი სატურნული შიშები და სატურნი ზუსტად ამას ამბობს, რომ უნდა დააფასოს ადამიანმა თავის შესაძლებლობები, რომ უნარები აქვს, შესაძლებლობები აქვს, უნდა გამოიყენოს. ნელა აი რა უყარს იცით სატურნ თხიზრქას და რა დაეხმარება ასევე ასეთ ადამიანს რომ უთხრას თავის თავს რომ მოდი ნელა გადავწყვეთ ნელა ნაბიჯ მივალ შემეშინდება ცოტა უკან დავიხევი მე ისევ გადავდგამ ნაბიჯს ხო იმიტომ რომ მოთმინებასთან არის თხიზრქა დაკავშირებული და მისთვის მნიშვნელოვანი არის ძალიან საკუთარ თავში შექმნას და იქ თუ ურანიზის ახლა იყო ერთი პერიოდი შეერთებაც ურანი სატურნის და მაგი მშვილდოსანში იყო მე როგორც მახსოვს ეს შეერთება მთავარი მაგრამ ისე სატურნი ურანი ეს უკვე ის არის რომ მე სადღაც აი ქაოსის მეშინია ცვლილებების მეშინია ხო სადღაც ისეთი კუთხით და მაინც არის ის მომენტი რომ აი კი შეიძლება აქ რაღაცა ქაოსური იყოს ის უფრო მერწყულს ეხება მაგრამ ურანული პრინციპი არის აქ ხო მაგრამ სატურნს ჭირდება ჩარჩოს შენარჩუნება სადღაც ხო რომ აი მე სადღაც უნდა ვიყო შვიდად ნელა და მეთოდურად არ უნდა ვიჩქარო და იქ თუ იყო სატურნი ნეგატიურ ასპექტში ურანთან რამე კუთხით ოპოზიცია მაგალითად კვადრატურა
აი ესეთი კომბინაცია ეს არის, რომ სადღაც ძალიან ჩქარა მიდივარ, აჩქარებ სატურნს და მე სატურნი უკან იხევს და შიშები შემოდის, ხო? ანუ პირად რუკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ კონტექსტი უკვე. ეხლა მე შაბლონურად ყვები, ხო, რომ ერთ აი ამ ასპექტს მე რა ასპექტებიც გაქვს, უნდა დაადოთ ერთმანეთს. ხშირად მწერენ ხოლმე, რომ აი იქნებ ესეც გაარჩიოთ, იქნებ ისიც გაარჩიოთ და აქ უკვე ეხლა გულახდილად რო გითხრათ, ბევრი რაღაცა რასაც მიწერენ ხოლმე ეს პირადი კონსულტაციის თემა არის. და მნიშვნელოვანი არის სინთეზი, ხო? გაკეთდეს აქ და ეხლა ხშირად ის მომენტი არის, რომ ამ სინთეზში ახლა შეიძლება ისიც თქვა, მაგრამ მე ვერადებენ ერთმანეთს, ხო? შეიძლება კონსულტაცია იყოს საჭირო, ან ზოგადად ახლა ისეთ რაღაცებს მეკითხებიან ხოლმე, რომ ის უბრალოდ ან YouTube-ზე, ან Facebook-ზე კომენტარში ვერ აიხსნება, ამას სერიოზული ჩაღრმავება ჭირდება ხოლმე, ხო? ესეც რო გაითვალისწინოთ, ანუ ახლა მაგალითად ამ ვიდეოებს წერ, ვისაც კიდე დამატებით ჭირდება, ჩაუბრუნავდნენ თავის თავს, მაგრამ ბევრ კომბინაციაში, როცა გვინდა გავიგოთ, ან უფრო სერიოზული კითხვა გვაქვს, ამას პირადი კონსულტაცია ჭირდება, უკვე სინთეზური ანალიზი ჭირდება რუკეს, ხო? იმიტომ რომ მე ახლა ერთ ფრაგმენტს გეუბნებით. თუმცა მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, აქედან იწყება ნელ-ნელა თვითრეფლექსია, ჩაღრმავება საკუთარ თავზე, ჩემი мотиваციაც ეს არის, რომ ცოტა უფრო ღრმად ჩავიდეთ საკუთარ თავში, ხო, ღრმად გავაცნობიეროთ ჩვენი რუკა, ისე რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ესეთი იმდენად შაბლონები წერია ხოლმე, ხა მე რო ვსწავლობდი ასტროლოგიას, საერთოდ სხვანაირად აღმოვაჩინე მე ასტროლოგია უკვე ფსიქოლოგიური კუთხით რო დავიწყე მუშაობა პირად კონსულტაციებზე, მაგალითად, ბევრად სხვა სურათი დამხვდა და უფრო გამიღრმავა ასტროლოგიაზე, ცოდნა ამ ყველაფერმა. სხვათა შორის, ეხა უკვე ჩაუშვი 4 აპრილს მეწყება ასტროფსიქოლოგიის სასწავლო ორთვიანი კურსი, 8 გაკვეთილი არის, ეს ორთვიანი კურსი, სწრაფი კურსი არის და მექნება, თითო გაკვეთილი 4-5 საათი დაახლოებით გრძელდება ხოლმე, ვიდეო იწერება, ჯგუფში იდება ეს ვიდეოები და წვდომა აქვს სულ მონაწილეებს ამ ვიდეოებთან და თავარი ის არის, რომ ჯგუფური თერაპიული კურსი არის, ეს არა მხოლოდ თეორია, არამედ პრაქტიკას გავდივართ იქ უშუალოდ, რა პირველ ნაწილზე ვხსნი, მე უკვე პრაქტიკა არის, ხო და პრაქტიკაში შედის ეს თერაპია, ფაქტობრივად მონაწილეებს, ვისაც აქვს ხოლმე სურვილი, უფრო ფსიქოლოგიურად, ან მე როგორც მუშაობ კონსულტაციაზე, იმას ვასწავლებ ფაქტობრივად, ეს ახალი ასტროლოგია არის საერთოდ, ასტროფსიქოლოგიის უკვე თერაპიული ნაწილი არის და აი ეს მინდა დავნერგო ასტროლოგიაში, ეს ცოდნა მინდა დავნერგო, რაც მე 15 წლის განმავლობაში დავაგროვე იქ თერაპიულად, იქ ფსიქოლოგიურად, იქ ეზოთერულად, იქ აი ყველა მიმართულება ვცადე, ხო, ფაქტობრივად და ჩემი უნიკალური, ესე რომ ვთქვათ, მეთოდოლოგია გამომიმუშავდა ასტროლოგიის და აი ამის გაზიარება მინდა ხოლმე, იმიტომ რომ არავინ ესე არ მუშაობს, მე რასაც ვაკვირდები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის იმ კუთხით, რომ უამრავი რამ ვისწავლე, უამრავი ჯგუფური ტრენინგები ჩამიტარებია და სხვანაირად დავინახე ასტროლოგია და აი ამას ვცდილობ ხოლმე მეც გაგიზიაროთ, რომ ახლებურად შევხედოთ ასტროლოგიას, ხო, უფრო ღრმად, უფრო შედეგიანად და ჩემი მიზანიც ეს არის ხოლმე და აი ამ ეს კურსი, ვისაც გაინტერესებთ, პერიოდულად ტრენინგებიც მაქვს, ახლა მაგალითად 7 და 8 თებერვალს მაქვს ტრანზიტოლოგიაზე 2 დღიანი ჯგუფური ტრენინგი, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთად იქნება ჯგუფის მონაწილეების რუკებით გავარჩევ ტრანზიტებს, დირექციები, პროგრესიები, ვისაც აინტერესებს ტრანზიტები, ვისაც აინტერესებს თეორიაში როგორ მუშაობს და უშუალოდ პრაქტიკაში რა დავინახოთ, ხო, მონაწილეების მეშვეობით, თვითონ მონაწილეების რუკების მეშვეობით. და აი ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ ეს არის საერთოდ თანამედროვე ასტროლოგია და საერთოდ სხვანაირად მუშაობს ეს და გაცილებით უფრო სიღრმეში შევდივართ, გაცილებით უფრო სერიოზულად, აი ხო გეუბნებით, ზოგჯერ კარგი ღრმა ანალიზით, ასტროლოგიის კარგული ანალიზით შეგვიძლია 1-2 წლის თერაპია და რეალურად აი სიღრმისეული მუშაობით უფრო შედეგზე გავდივართ და ანუ რეალურად სერიოზულ წინსვლაში მივდივართ ხოლმე შინაგან. ხო, ვინც ეძებს ამ ყველაფერს, ვინც ეძებს საკუთარ თავს, ვინც ეძებს პრობლემების მოგვარებას სიტყვაზე, ან უბრალოდ ცვლილებები მინდა შიგნით განახორციელო. ხო, აი ამისთვის ასტროფსიქოლოგია ჩემთვის პირადად მე რასაც ვხედავ, ჩემი გამოცდილებით, თუნდაც კლიენტებთან, ბევრად სწრაფი მეთოდი არის ეს და მე ესე ვფიქრობ, რომ უნდა დავიხმაროთ ასტროლოგია ფსიქოთერაპიულად, ესე რომ ვთქვათ და არა უბრალოდ ვილაპარაკოთ ესე ჩაბლონური ასტროლოგიით. ანუ მე მაინც თანამედროვე ასტროლოგიის
მომხრე ვარ და ჩემი კურსი, ჩემი ეს ტრენინგები, ყველაფერი ამას უწყობს ხელს. მე როგორ მუშაობ მეთოდოლოგიით, ის გავაზიარო, იმიტომ რომ შედეგებით, ამდენი წლის შედეგებით ვიცი, რამხელა წინსვლა არის ეს თუნდაც ასტროფსიქოლოგიაში, ხო, ამ მეთოდოლოგიით მუშაობა, იმიტომ რომ შრომასთან ერთად მომივიდა მე ეს ბევრი წლების მუშაობასთან ერთად მომივიდა ეს მეთოდოლოგია, ხო? და რაც შეეხება ახლა რო გადავიდეთ მაგალითად უკვე სატურნი მეწყვილზე, ანუ ახსენით ხო ეს ისე სხვა სატურნი მეათე სახლი უნდა ამეხსნა ბოდიშით, ესე იგი, იმიტომ რომ სახლებიც მაინც მნიშვნელოვანია, ერთ ცოტა სხვანაირად მუშაობს სახლები ვიდრე ნიშანი, გამიტაცა აზრმა და ვეღარ იმას ვქენი. ვეღარ დავეწიე. მეათე სახლში ცოტა სხვანაირად მუშაობს სატურნი ვიდრე ზოგადად თხის რქაში. ზოგადად თხის რქა ეს არის ჩემი შინაგანი სიმყარე, ჩემი პასუხისგებლობის გადამეტებული გრძნობა, შინაგან სხვა შორის პირად ცხოვრებაში ცოტა შინაგან სიცივეს ან ზედმეტ პასუხისგებლობას ატარებს სატურნი თხის რქაში. აი სასწორთანაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრს თხოვენ ან პარტნიორს, ან სერიოზულები არიან მაგალითად, ხო, ემოციასაც კეტავს, ხო, სადღაც აქ სატურნი სასწორი, მაგრამ თხის რქაც იგივე არის, ემოციას კეტავს პასუხისგებლობის განცდით. მაგალითად, დიდხანს შეიძლება ითმინოს, როგორც სატურნმა სასწორმა, ესე სატურნმა თხის რქა. რაღაც ისე დესტრუქციული ემოციები შეიძლება დიდხანს ითმინოს, დიდხანს აიტანოს, ეს გადამეტებული მოთმინება არის, ხო, სადღაც სატურნი თხის რქაში და ესეც მნიშვნელოვანი არის, რისი ატანა ღირს, რისი არ ღირს, ამაზეც დაფიქრდნენ, ხო, არა აიტანონ ზურგზე ის ტვირთი, რაც მაინც არ არის ასატანი. აი ეს არის ხოლმე ზოგჯერ რჩევა, რომ შევიდეს სწორ პასუხისგებლობებში ადამიანი, არ აიღოს ტვირთად ისეთი რაღაცები, რაც მისი არ არის და არ არის აქ მაინც იმაზე, რომ ფიზიკურად აიღოს ტვირთი. ემოციურ ტვირთებზე არის ლაპარაკი, რასაც უყურებს დიდი პასუხისგებლობით უყურებს. ან თუ რაღაცას გაახალ ტურებს, იქ სატურნი ერთვება. სადღაც ერთვება უკვე მოთხოვენ მაგალითად, ხო, ან მოუწევს დაბრუნება იმ ყველაფერთან და მოუწევს ისევ მაგალითად დაასრულოს რაღაც საპასუხისგებლო, ხო, ეს ორი ხაზი აქვს სატურნის ენერგიას, ხო, ერთი არის რომ გადამეტებულად არ უნდა გადავარდეთ პასუხისგებლობებში და მეორე კუთხით არ უნდა გავახალტუროთ, თორე სატურნი აუცილებლად მოგთხოვს აქ, ხო, პასუხისგებლობას და მოგთხოვს შინაგანი სტრუქტურა არის ეს, მაგრამ ბედიც არის, იცით, აი აქ მნიშვნელოვანი არის, აი თუ საბედისო დონეზე გადავალთ, ხო, სატურნი ეს არის, ან ხალხი მოდის სატურნიანელები, რომელიც გთხოვენ ამ პასუხისგებლობებს, მაგრამ ისიც არის, რომ ეს ხალხი რომ მოდის, მანდაც უნდა გავარკვიოთ, რომ მოусმინოთ, რას გთხოვენ და იმის მიხედვით უკვე არც ზედმეტად ტოქსიკურ ურთიერთობაში შევიდეთ, იმიტომ რომ შეიძლება სატურნიანელი ადამიანი მოდის როგორც აი შინაგანი მშობელი, რომელიც უგაკრიტიკებს. აი თუ კრიტიკული ხმა არის და აგრესიული მოთხოვნა არის, ხო, ეს მას რატო არ აკეთებ, იმას რატო არ აკეთებ. აი ესეთი ხალხი უკვე შეიძლება მესიჯი გავიგოთ, რომ ეს ჩემი სატურნის სახილი არის, სადღაც რომ მოდის ის ხალხი, რომელიც სატურნის ფუნქციას მიტარებს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, რომ ეს ავიტანო. ხო? არ არის აუცილებელი, რომ აი ეს დედინაცვლის და მამინაცვლის როლში მყოფი ადამიანები ვატაროთ ზურგზე, ხო, სიტყვაზე. აი ესეთი მოდი ესე ვთქვა, ცოტა დაზიანებული სატურნის კუთხით არის ამისი რისკი. ან თვითონ ხდებიან დედინაცვლები და მამინაცვლები სხვებისთვის, მე სატურნს ვერ ვეძახით ან ესეთ შინაგან მშობელს, იმიტომ რომ შინაგანი მშობელი მაინც რაღაც უფრო ემოციასთან არის დაკავშირებული და აი სატურნს ახასიათებს აი ისეთი სიცივე, რომელიც შეიძლება აი ძალიან შორს იყოს შინაგანი მშობლის არქეტიპთან, ხო, ესე რომ ვთქვათ, ხო, აქ რაღაც ძალიან ისეთი მოდის უფრო მამინაცვალი, დედინაცვალი ახლა თბილი და კარგებიც არის აკაცო, იმაზე კი არ არის ლაპარაკი აქ. აი, მისი ყველაზე ისეთი ცუდი გაგებით, ხო, ეს კონკიას დედინაცვლის გაგებას გულისხმობ აქ, რომელიც სულ ტვირთს კიდევს მაგალითად კონკიას, ხო? ან თვითონ ხდებიან სატურნიანელები, ეს უკვე ცოტა დაზიანებული ეგოებს გულისხმობ ხოლმე, რომ სხვებს ასწავლიან სულ როგორ უნდა მოიქცნენ, სხვებში ხედავენ სულ და შემდგომში ეს პროექცია არის, ხო, სადღაც. ეს პრობლემები სატურნს ზოგადად მოაქვს, რომ გაითვალისწინოთ. ამიტომ თუ ხართ იმის როლში, რომ სხვებს უყურებთ, აბა რა აქვს გასაკეთებელი, აბა შენ არა იღე ხა პასუხისგებლობა, ეს უკვე სატურნის მეორე მხარე არის, ხო? ან პირიქით ის მხარე, რომელიც სულ ვიღაცა მოდის და სულ ჭკუას გვასწავლის. ესეც აქაც სადღაც აფეთქდება სატურნი აუცილებლად. ესეც გაითვალისწინეთ.
არის სატურნი მეათე სახლში კომბინაცია, როდესაც მეათე სახლი რა არის? მამის სახლს ვეძახით, ავტორიტეტების სახლს მაგალითად და ჩემი კარიერული ზენიტი. და აქ ადამიანი მარტო მიდის ამ კარიერაში. მაინც შეიძლება თუ კარგად არის ასპექტირებული მამა ისე ან ავტორიტეტი ფიგურები დაეხმაროს ამ ადამიანს, რომ მიაღწიოს, ან თავიდან ხელი კრანო, რომ ამბობთ ხოლმე, მაგრამ ძირითადად მარტო აღწევენ, მაგალითად ლეონარდო დიკაპრიოს ყავს მეათე სახლში სატურნი და გვიან სატურნის ასაკში, მეგონა მგზავრის იყო 54 არ მახსოვს, გვიან ასაკში მიიღო ოსკარი, ხო? ანუ გვიან დაფასებას ვიძახით სატურნი მეათე სახლის შემთხვევაში. სხვათა შორის ახალგაზრდობაში ზოგჯერ ავლენს ხოლმე თავს, რომ აი მე მეტი ვიცი, მე მეტი მესმის ან პირიქით შიში სადღაც რომ მე ჯერ საკმარისად გამოცდილება არ მაქვს რომ დამაფასონ სიტყვაზე ხო შინაგანი აი ეს ეჭვები ცოტა მოდის მეათე სახლში სატურნი არის რომ ზოგჯერ იმაზე იცით როგორ არის აი ძალიან ნეგატიური კუთხით გულისხმობ ახლა ნეგატიური კუთხით რას უნდა ირიდონ თქვათ განზე იციან დგომა აი სატურნ თხისქასაც უყვარს ეს განზე დგომა სადღაც არა მე თვითონ გავაკეთებ არა მე არ ვიცი აი ეს ათქვეფა სოციუმში ხო სადღაც და ზოგჯერ ესეც პრობლემა არის ხოლმე მათთვის რის გამოც შეიძლება წარმატება დაგვიანდეს აი ეს კოლაბორაციებს არ ახდენენ სხვებთან მაგალითად და განზე დგანან სადღაც კომუნიკაციაში ან ურთიერთობებში ან დახმარების კუთხით არავისგან არაფერს არ ითხოვენ და შესაბამისად ცოტა გვიან მიდიან ხოლმე ესეც გამოვლენილი არის ახლა ამ სატურნზე ესეც მნიშვნელოვანი არის რომ ყურადღება მიაქციოთ. აი მერწყულში სატურნი ცოტა სხვანაირად არის ეს პირიქით ეს არის თავისუფლებისთვის ფორმის მიცემის ინტერესი. ჩარჩო არის სატურნი და თავისუფლების ან თანამედროვეობის იდეა არის აქ უკვე ჩვენთან მერწყული. შესაბამისად აქ არის განცდა რომ მე სადღაც უნდა ვემსახურო თანამედროვეობას, სოციუმს, მაგალითად ხალხს, თანამედროვე ტექნოლოგიებში ძალიან ხშირად დებენ ენერგიას, შეიძლება აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, ან კომპიუტერებში იყოს ადამიანი, ან აი რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან გქონდეს რაღაც კავშირი. ძალიან კარგი პროგრამისტი იყოს, ძალიან კარგი ის სოციოლოგებიც არიან ხოლმე გარკვეულწილად, ხო? ან ჯგუფის ლიდერებიც არიან ხოლმე, ხო? სადღაც აი ჯგუფებზე რომ მუშაობენ, ან სოციმედიაში რო არიან მაგალითად, ხო? აი ტიპაჟები ცოტა ან მეცნიერული ტიპის არქეტიპი შემოდის აქ, ხო? აი მაგალითად მეცნიერი ან ინტერესდებოდეს სიტყვაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით ან მეცნიერებით ზოგადად, ოღონდ ტექნოლოგიური მეცნიერებები არის ეს და არა მაინც უფრო ესეთ ქალწული სატურნის შემთხვევაში მათემატიკური ენერგია. ხო, აი მერწყულმა იცის უფრო მე-11 სახლშიც მსგავსად არის, სადღაც ცოტა ოღონდ იქ ჯგუფებთანაც არის იზოლაცია. აი როგორ არის ეს თან მარტოობის შეგრძნება აქვთ ჯგუფებში, ან უფროსის შეგრძნება რომ მე სადღაც ამ მეგობრებისთვის უნდა ვიყო საყრდენი. პასუხისგებელი ვარ მათზე, ხო ეს სატურნის თემა არის, მაგრამ შინაგანი შიშები არის მაინც იზოლაციის, რომ მე თან ვარ ჯგუფში, მაგრამ თან მათ არ ვეკუთვნი. აი თითქოს მერწყული იდეალებია, ღირებულებათა სისტემა და სატურნის განცდა აქვს, რომ მე აქ მარტო ვარ, მე რისის მჯერა, აი ამ იდეალების, ხო, თითქოს მარტო ვარ ამ იდეალებში, ესე ავლენს თავს. ასევე შეიძლება გამოვლინდეს აქ დიდი პასუხისგებლობა ჯგუფების მიმართ, მეგობრების მიმართ მაგალითად, მაგრამ შიში ქაოსის მოულოდნელობების შიში არის აქ შინაგანი, კონტროლი არ დავკარგო, ქაოსში არ დავიკარგო, ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ აი ეს მომავალი, ეს მერწყული ჩვენთან მომავალი არის, ეს მომავლის ტენდენციები კონდეთ დალაგებული, მომავალში იყურება ეს მკაცრად ეს სატურნი, მომავლის გეგმებზე იყურება მე-11 სახლსაც გარკვეულწილად ეს აქ, ოღონდ ეს არ არის იმედები, ეს არის რომ ეს სტრუქტურა უნდა შევქმნა, რომ მომავალში ჩემი იდეები იყოს განხორციელებული. ამიტომ არის მეცნიერებაში ძალიან კარგად ავლენს თავს. ხო, აი სატურნი მერწყულში ის მაგალითად თუ მაგ მე იდეები რომ უნდა გავფრინდე კოსმოსში ამისთვის ხომალდი მჭირდება და მე უნდა შემეძლოს წლები ვიმუშაო ამ ხომალდზე რომ შევქმნა ეს ხომ მომავალში გავფრინდე აი არქეტიპული ფსიქოტიპი სატურნი მერწყულის ეს არის ამიტომ შეუძლიათ ძალიან ბევრი იმუშაონ რომ მომავალში ის მათი იდეები რომელიც ახლა აზროვნება არის თავისუფალი
თითქოს, რომელიც ისეთი idეები აქვს, არაუტოპიური მაინც და მაინც, ხო, იმიტომ რომ სატურნი სტრუქტურა არის, ანუ იუპიტერ მერწყულს თუ შეუძლია რაღაც უცებ დამარტყა თავში და ეხა უცებ ჩაუშვიეს სოციუმში, ამ ადამიანს სჭირდება სტრუქტურა, ეს იდეები რომ განახორციელოს, ხო, ანუ ისეთი იდეები არის, რომელიც მყარი იქნება, დროს გაუძლებს. მაგალითად და არა უცებ დღეს გამოვიყენე და ხვალ აღარ მაინტერესებს, ხო? სატურნი მერწყულის პრინციპი არის ეს. რასაც ვაკეთებ, ეს უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ეს იდეალები მაგალითად დიდი სატურნ ურანსაც ახასიათებს ესეთი რაღაცის დიდი იდეალები, რომელიც არის ძალიან ისეთ ჩარჩოში, ყარად იცავს, ხო? და ნეგატიური ტენდენციით თუ ადამიანი ხა ძალიან ცუდად იყენებს სატურნის ენერგიას, ეს არის იდეალისტი. სატურნ შილდეს ამ სიტყვადი ამას, მაგრამ უფრო სატურნ ურანი, ანუ სატურნ მერწყულს ახასიათებს დონკიხოტობა. სადღაც თავისუფლებისთვის მე ვიბრძვი. სოციუმის თავისუფლებისთვის მე ვიბრძოლებ ძალიან მკაცრად, ხო, ეს სატურნი მერწყული. თავისუფლება უყვართ და ძალიან მკაცრად დაიცავენ საკუთარ თავისუფლებას, ხვების თავისუფლებასაც, ეს კარგ ვარიანტში, ცოტა ცუდ ვარიანტში, მე-11 სახლით სატურნი, ეს არის შეზღუდვა. სადღაც საკუთარ თავის ჩაკეტილობა სოციუმისგან, მაგალითად შეიძლება ჯგუფებთან არ იყვნენ ისე გახსნილი ემოციურად, იმიტომ რომ მე თუ მაგ შინაგანად განსა რომ მე ჯგუფში ლიდერი ვარ და ჯგუფში სტრუქტურა ვარ მთავარი, ხო, მე უფროსი ვარ აქ ჯგუფში, მე პასუხისგებელი ვარ აქ, რა ხდება სიტყვაზე ხალხზე, ხო, თუ შინაგან ფსიქოლოგიურ აღქმადობაში ეს მოდის, იმედი ხა ძალიან რთულად არ ვლაპარაკობ, ეს ამაკ აი ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ ასპექტებში, ხო, აი შინაგანად როგორ ხედავთ ამ ყველაფერს, ხო? ანუ ისეთ ხალხთან მაქვს ხშირად ურთიერთობა, უკვე ერთ სიტყვით რომ უკვე აქ საკუთარ თავზე რაღაც დონეზე, ხო? გაცნობილები არიან საკუთარ თავზე, ზოგჯერ ვფიქრობ, ხო, რომ ყვები ძალიან რთულად, მაგრამ პრინციპი ეს არის, რომ მე თუ ვარ სოციუმის საყრდენი, თუნდაც ცუდი კუთხით, რომ აი ამბიციური ვარ, რომ მე მოგხედავთ, ან კარგი კუთხით, რომ შეგიძლიათ მე მენდოთ, მე ვიცი როგორ უნდა ვიმუშაო, ხო, რომ თქვენ კარგად იყოთ მეგობრები, მაგალითად ყველა მეგობარი მოდის და მე ხვდები მე-11 სახლში სატურნი სადღაც მყარი. ან მეგობრები არიან სატურნიანელები ჩემთან, ჭკუას მასწავლიან, ან მე ვასწავლი სულ ჭკუას, აი ისე სატურნის პრინციპი რო გითხრათ, ორივე ცოტა დესტრუქციული არის. უნდა იყოს როგორ რაღაც იცით, რომ კი მე მაქვს ჩემი საყრდენი, მაგრამ მე უნდა ვეცადო რეალურად ვიყო მათთან შედარებით თანასწორი. მომისმინონ მეც მაგალითად, ხო? არ მასწავლენ ჭკუა, არც მე არ ვასწავლი ჭკუას, იყოს უკვე ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი თანასწორობა ჭკუის სწავლების გარეშე, გამიგე უბრალოდ, ხო? მომისმინე უბრალოდ თანადგომა მჭირდება და არ მჭირდება იქ სადღაც დირექტივები. მეც ესე უნდა მოვექცეს დამუშავება სატურნზე, როცა გულისხმობ მე-11 სახლშიც იგივე არის და სხვაებიც ისეთი ხალხი უნდა ვარჩიო, რომელიც ასევე ისე მომექცევიან თანასწორად. აი ეს ვიჭერთ ხოლმე, ან სხვებთან აწყდებიან ამ უთანასწორობას, რომ იქ ვიღაც სატურნი მე-11 სახლი, მაგალითად ის ხალხი მე ჭკუას მასწავლის მეგობრები არიან სულ სატურნიანელები, ხო? ან მე ვარ მათთვის სატურნიანელი. მომავლის მიმართაც მაქვს სატურნული დამოკიდებულება, პესიმიზმი არაფერი არ გამომივა, ან რო გამომივიდეს იმდენი და ვიშრომო და მე ეს აი სულ იდეებში და სულ მომავლის გენერირებაში არიან, ხო? ის ჩარჩო სტრუქტურა სატურნი მერწყულის ეს არის. მე ვისაც უყურებ ხოლმე ბიჭები განსაკუთრებით სულ რაღაცა ისეთ ტექნოლოგიებში, თანამედროვე ტექნოლოგიებში არიან, აი რატო იცით ის სატურნის ამტანობა, რომ ეს სადღაც უნდა ვისწავლო ის კომპიუტერული ტექნოლოგიები ან ციფრული თემატიკა, მაგალითად, ამისი ამტანობა ინტერესიც აქვს, აბა, აი ეს მომავალთან ასოცირდებიან, ხო, ფსიქოტიპი იცავს მყარად. ამას მიუხედავად ამისა, ახლა იქ სატურნების ისიც არის შეხამება, რომელი სატურნი, ახლა მაგალითად სასწორი და თხისგა სატურნები უფრო კარგად გაუგებენ ერთმანეთს, ვიდრე მერწყული და სასწორი, ხო? ეს კონსერვატორი არის, ის ნოვატორი არის სადღაც, ხო? ის სატურნების შეხვედრა კიდე ცალკე არის, სატურნი მორიელია და სატურნი სასწორი, ან სატურნი სასწორი და სატურნი ვერძი ერთად ძალიან უჭირთ, ხო? ასევე სატურნი მაგალითად თხისგაში და სატურნი საკირჩხიბში ერთმანეთთან ცოტა უჭირთ, ხო? ანუ ეს კიდე ცალკე თემა არის ინასტრიაში სატურნების ენერგეტიკული ველი, ხო, ერთმანეთზე როგორ მოქმედებს. სატურნი თევზებში საერთოდ სხვა ისტორია არის, ეს მოდით ესე ვთქვათ, სულიერება ჩვენთან თევზები არის, ემოციები, სტრუქტურა,
შემოვიტანოთ ემოციებში, სტრუქტურა შემოვიტანოთ რწმენაში და სტრუქტურა შემოვიტანოთ ფსიქოლოგიურ ემპათიურ სფეროებში. ყველაზე კარგი კუთხით, ეხლა ძალიან სტანდარტულად ხვდელი რომ გამოვიდეს ხვდელი ხშირად სატურნისთან თევზები სჭირდება. სასულიერო პირი პროფესიით კლასიკური სატურნი თევზების პრინციპი არის. და ჩვეულებრივი კუთხით სატურნი თევზები ეს არის ადამიანი, რომელიც საათშუმად, საათღაც ჩაკეტილი თავისთვის მუშაობს, მერე გამოდის და რაღაცები გამოაქვს, რაც იმუშავა იქ ჩუმად. მაგალითად, ჩუმად რას გულისხმობს? შეიძლება აკვირდება ხალხს სატურნი თევზები, ესეთი ადამიანი შინაგანად არის ემოციურად ცოტა ჩაკეტილი და უფრო დამკვირვებელი არის სხვებისთვის, სხვების ემოციებს აკვირდება, სხვების გრძნობებს უღრმავდებიან ზოგჯერ უფრო ხშირად, ხო? ახლა მე კარგ სატურნზე ვლაპარაკობ, გაცნობიერებული სატურნი, შეიძლება მუშაობდეს ფსიქოლოგად, თერაპევტად ადამიანის სხვების ემოციებზე მუშაობდეს, ან დახურულ ისეთ სტრუქტურებში მუშაობდეს, ჯანმრთელობის კუთხით იქნება ეს, ან თერაპევტის კუთხით იგივე, ხო? ეს ყველაზე კარგად გამოვლენილი შეიძლება მუშაობდეს ემოციურად, იცით, აი თევზები არის შემოქმედებითი ენერგია და ადამიანი მუშაობს შემოქმედებითად ჩაკეტილ სფეროში. რაღაც თავისთვის ან გრაფიკოსი არის, დიზაინერი არის მაგალითად, აი ფანტაზია სადაც არის საჭირო, იქ ძალიან კარგად მუშაობდეს ადამიანი ეკრანზე, კინემატოგრაფიაში, მუსიკაში შეიძლება მუშაობდეს, უფრო ადამიანი ქმნიდეს მუსიკაში რაღაცა სტრუქტურას, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და უფრო პროფესიული სფეროთი იყოს მუსიკა, ხელოვნება, მაგალითად, აქ ადამიანი გამოვლენილი. ყველაზე ნეგატიურად ეს შეიძლება გამოვლინდეს შინაგანად ჩაკეტილი ადამიანი, რომელსაც უჭირს ემოციების გამოხატვა, უჭირს ემპათიის გამოვლენა, იმიტომ რომ აქ სიმკაცრე არის, მე თუ გამოვვლენებ ემპათიას, დავისჯები სატურნი, მე თუ გამოვვლენე ემოციებს, დავიკარგები, ავითქვიფები ამ ემოციებში, შიში, მოდით ესე ვთქვათ, არ დავიკარგო სხვების ემოციებში, არ გავქრე საერთოდ, იმიტომ თევზი ეს არის, ხო, აი, მთლიანად არქეტიპულ მე-12 სახლიც იგივე არის, სადღაც უნდა ჩავითქვიფო. აქ ამის შიში არის და თითქოს ცალკე გამოდიან, ხო, არ მინდა სხვისი ემოციას ყველაზე ნეგატიურ გამოვლენებას. მაგრამ თუმცა ეს პოზიტიურ პიროვნებებსაც ახასიათებთ, სატურნის მერყეობა ყოველთვის გვაქვს ჩვენ, ხო, რაღაცა შიშები ყოველთვის გვაქვს და აქ შეიძლება იყოს, რომ მე არ მინდა რომ მისი ტკივილი ვიგრძნო, იმიტომ რომ თუ ვიგრძნობ, მე დავიშლები. ხო, ეგ საზღვრები არის, სატურნის საზღვრები არის და აქ არის ემოციური საზღვრები აშენებული, რომელიც სიცივეში გადადის თითქოს. სინამდვილეში ეს არის თავდაცვა, დაცვითი მექანიზმი, რომ მე არ მინდა აქ დავიკარგო, ხო, სხვების ემოციებში. ზოგჯერ შეიძლება დაიკარგო საკუთარ ემოციებში. ყველაზე ნეგატიური გამოვლენა შეიძლება იყოს, სასმეელისკენ მიდრეკილება, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილება, სატურნი თევზების საფირმო, ესე ვთქვათ, კაცებში განსაკუთრებით გამოვლენა არის, ხო? ან მე ჩემ თავში დავიკარგე და ძალიან დიდი ხანი ვეძებ ხალხში სატურნი ნეპტუნის შეერთება ეხლა რაც გვაქვს ცაზე. ძალიან გავს ამ სტრუქტურას გარკვეულწილად, რომ მე სადღაც ოცნებებში ჯერ უნდა დავიკარგო და მერე სატურნი ჩაერთება ვიპოვო ჩემი თავი რეალობაში, ხო? რა იყო ეს გაბურდულობა და რა არის თურმე რეალობა. აი სატურნი თევზების სტრუქტურა, ცხოვრებისეული, აი ესე ვლინდება. სადღაც ან სხვის ამ გაბურდულობაზე მუშაობენ, რომ ეს მე უნდა დავალაგო და ამიტომ გითხარით აქ ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად მიდიან ხოლმე, იმიტომ რომ ვიღაცის ემოციები, დაულაგებელი ემოციები მე უნდა დავალაგო, მე გავერკვე ამ ყველაფერში. ან მუშაობენ სამედიცინო სფეროში, სადაც მაგალითად ან სითხეებთან არის აქ კონტაქტი საჭირო სიტყვაზე, ხო, ეს სითხეები რატო, ხო, აი ანესთეზიოლოგი მაგალითად, პროფესიონალი ანესთეზიოლოგი ძალიან მოუხდეს შეიძლება სატურნი თევზების თემას, ხო? ან ისეთი ადამიანი, რომელიც ჩაკეტილ სფეროში, ჩაკეტილ სივრცეში უნდა მუშაობდეს. არ ჩანდეს სადღაც ესეთი განცდაც აქვთ ხოლმე, ხო? ნეგატიური კუთხით, ესეთი ადამიანი მუდმივ ქაოსში რო ვერ ალაგებს ქაოსს, სულ ცხოვრება აქ ქაოსი. ეს არის ყველაზე ცუდად გამოვლენილი სატურნი ნეგატიურ ასპექტებში პირად პლანეტებთან განსაკუთრებით, მაგალითად, ხო? მსგავსი არის სატურნ ქალწულზე, რომელიც სულ არის ზედმეტი კირკიტი, რომ ვაიმე ქაოსი არ იყოს. და უნდა დავალაგო ყველაფერი. იგივე ემართებათ ხოლმე სატურნ თევზებსაც, ოღონდ ქაოსი ემოციური და არა რომ ნივთები მეყაროს, თუმცა ეს ნივთების მოყრაც შეიძლება იყოს. მაგრამ ზოგადად ქაოსი, რომელიც ვერ ლაგდება.
და არ იციან საიდან დაიწყო. ნეპტუნი, სატურნის შეერთებაც ეს არის. ხან ნეპტუნში გადავდივარ, ჩარჩო ირღვევა, ფორმა ირღვევა და აქ მე შინია ძალიან, მერე ვარდება ისევ სტრუქტურაში, ხო? იცვლის. აქაც იგივე არის, რომ ჯერ შედიან ამ ქაოსში, ზოგჯერ არის მაგალითად ნარკოტიკები ან სასმელი, პერიოდი აქვთ აი ამისი, მერე ეწყებათ მორჩა, ეხლა მე უნდა დავალაგო, ეხლა ჯანსაღი ცხოვრება უნდა დავიწყო და აი ეს პერიოდი ეს ერთ-ერთი ნეგატიურ გამოვლინებას, ყველაზე ისეთ სატურნის ნეგატიურ გამოვლინებას გეუბნებით, თუმცა სატურნი აქ ზუსტად ეს არ არის იუპიტერი ან სხვა პლანეტა, ის მოითხოვს სტრუქტურას, მაინც რომ დაალაგდეს ადამიანი, დაალაგოს თავის ქაოსი და თვითონვე შექმნიან ამ სტრუქტურას თავის ცხოვრებაში, რომ დაალაგდნენ. იზოლაცია, როგორც მე-12 სატურნს ახასიათებს, ისე თევზებსაც შინაგანი იზოლაცია არის, მაგრამ თან არ არის და როგორ გამოიხატება ეს, ან ჩუმად არიან ენერგეტიკულად დახურული არის ადამიანი, რომ თითქოს თავს იცავს ზედმეტი გრძნობების გამოხატვისგან, ხო, სადღაც, ხო? შიში შემოდის აქ, რომ ეს ხვის ემოციებში არ დავიკარგო, თუმცა სიამოვნებაში ეს პროექციასავით არის საკუთარი ემოციების შიდიათ, საკუთარი ემოციები ხა აქ თარის დონეზე უცებ აფეთქდი და უცებ განვიცადე, ამ ემოციებზე არ გელაპარაკებით, ხო? მე არ მინდა დავინახო ჩემში ემოციების სისუსტე, რომ მე შეიძლება სადღაც დავიკარგო, ხო? აი მე ტკივილში დავიკარგო, ტკივილის შიშთან მიდივარ ხოლმე სატურნი თევზების ან მე-12 სახლის შემთხვევაში, ხო? და საბოლოო ჯამში პირიქით სატურნი უფრო ძლიერდება, რაც უფრო ამ ტკივილში სტრუქტურა შექმნის, მაგალითად ფსიქოლოგიაში წავა რაღაც დონეზე და გაერკვევა, მკაცრად სტრუქტურულად შეხედოს თავის ემოციებს და ეს გაცილებით მოუხსნით ამ შიშებს შინაგანს, ხო? ან აი ამ ქაოსს მაგალითად შინაგანს, ან ცხოვრებისეულ ქაოსს, რომ რაღაცას ვერ ალაგებენ სიტყვაზე, ხო? ჯანმრთელობის კუთხითაც ქაოსი შეიძლება იყოს, ხო? ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია არის თვითმოტყუება. სატურნი თევზებში მკაცრად იცავს შეიძლება, ოღონდ ახლა ყველაში არ არის, აი მკაცრად დაიცვას ბურუსი საკუთარ თავში, რომ აი თეთრზე თქვას შავი და ეს ამტკიცოს მე მკაცრად სატურნულად, ხო? მე-12 საფსაც ეს ახასიათებს, რაღაც აქ ადამიანს გააჩნია, მე გეუბნებით აი ეს ზოგად ტენდენციებში ეს შეიძლება შემოვიდეს. და აი ამ მკაცრ, აი ამ სტრუქტურაში დაცვაში, რომ აი ეს ილუზიები დავიცვა, აი ახლა რომ სატურნი ნეპტუნის შეერთება არის და ერთ-ერთი ტენდენცია არის ზუსტად ეს, რომ აი ამ ილუზიებს, აი ამ რაღაც ქაოსს კაცრად იცავენ, მაგალითად, უნდა პოლიტიკურ სიტუაციაში. ამან შეიძლება მერე უკვე სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, იმიტომ რომ სატურნი მაინც ჩართავს, რომ ოდესღაც ეს ილუზიის რღვევა უნდა მოხდეს. აი ამ ფანტაზიურობის ილუზიის რღვევა უნდა მოხდეს და კარგი კუთხით, მაინც ხო გეუბნებით, ეს არის ადამიანი, რომელიც კაცრ ყარ სტრუქტურას ქმნის თევზურ სფეროებში. ეს არის ხელოვნების სფერო, ეს არის მუსიკალური სფერო, ეს არის მაგალითად ემპათია, შინაგანი, აი ემოციების მართვა, შინაგანი შემოქმედებითი ემოციები არის თევზები, ხა ეს არ არის კირჩხიბული ან მორიელური ემოციები, ხო, ესეთი მძაფრი, ეს არის აი რაღაც აი ესე ღილვასავით რო დადის შინაგანად, ხო, რაღაც აი სამყაროსთან წვდომა, სამყაროსთან კავშირის თემა. თუმცა ყველაზე კარგი გამოვლინება ან სულიერ სფეროში მიდიან, როგორც ლიდერები მაგალითად, ხო, ან სამედიცინო სფეროში, ან ფსიქოლოგიაში ძალიან მყარო მას იჭერენ, ან კულისებიდან მართავენ პროცესებს. მაგალითად სატურნი თევზს ეს ახასიათებს მე-12 სახლსაც, რომ რუხი კარდინალის ფსიქოტიპი, ხო, სადღაც კულისებიდან მართავ, მე არ მაქვს ამბიცია რომ გამოვჩნდე დიდად და ხშირად არის ხოლმე მაგალითად არ ჩანს ტიპი, ისე მუშაობს, შეიძლება ეს იყოს სხვა სახელი ერქვა, წიგნი გამოსცეს სხვა სახელით მაგალითად, ხო, ან სადღაც უყვართ ხოლმე არ გამოჩენა. და ესეც სატურნული პრინციპი არის, რომ მე უნდა დავიცვა ის, რომ არ ვიყო ხილული შინაგანად, ხო? თუმცა ესეც გადამეტებულად როცა არის, აქ უკვე გასაგებია, რომ უკვე სატურნის შიშებთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე სტრუქტურასთან. იმიტომ რომ სტრუქტურის მიღმა შიშები ირთვება უკვე, როცა ნეგატიურად ახდენს სატურნი თავს, ხო?
მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა, იმედია ცოტა აგიხსენით სატურნი როგორ მუშაობს. პირად კონსულტაციაზე რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულად და უკვე სინთეზურად ხა მარტო სატურნი არა ვართ, მარტო ერთნიჩანიან სახლი არა ვართ, იქ უამრავი ასპექტი არის და გაცილებით სიღრმისეულად ვარჩევთ ხოლმე პირად კონსულტაციებზე. ამ ყველაფერს თლიან სინთეზურად უკას უყურებთ მათ, ხო? აქ მარტო ერთ ფრაგმენტში არ არის, ამიტომ აი თუ გაქვთ ხოლმე ესეთი კითხვები, რომელიც უკვე სინთეზს მოითხოვს, ეს უკვე არის პირადი კონსულტაციის თემა. და ვინც უბრალოდ სწავლობთ ასტროლოგიას, თქვენი კომბინაციები იცით და დამატებით გაინტერესებთ კიდევ უფრო ფსიქოლოგიურად როგორ ჩავხმარდეთ, მე მგონია რომ ეს ვიდეოც დაგეხმარებოდათ ამ ყველაფერში, ველოდებით თქვენ კომენტარებს, თქვენ ლაიქებს, Facebook-ზეც მიდევს ეს ინფორმაციები, Reels-ებიც მაქვს, Instagram-ზეც მიდევს, TikTok-ზეც მეგონი და მანდაც არის, მე არ ვიცი ყველაფერი. და შეგიძლიათ ყველა პლატფორმაზე ფაქტიურად მიადევნოთ ხოლმე თვალი ამ ვიდეოებს, წარმატებებს გისურვებთ და დროებით.